რამდენიმე დღის წინ, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი დანიშნეს პრეზიდენტად, დიახ, სწორედ დანიშნეს. მე სწორედ ამ სიტყვას ვიყენებდი, ვამბობდი, რომ მიხეილ ყაველაშვილი არის დანიშნული ქართული ოცნების მიერ დანიშნული პრეზიდენტი. მაგრამ გულახდილად გეტყვით, რამდენიმე დღის წინ მე უსმინე პრეზიდენტ მარგველაშვილს, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს და მან ალბათ უფრო ზუსტი დეფინიცია გაგვაცნო, გაგვიზიარა, ეს ყაველაშვილი დანიშნული პრეზიდენტიც არ არის. ის ამ ფარსის, ამ სპექტაკლის მონაწილე ერთ-ერთი ფიგურანტია, რომელსაც არავინ არ ცნობს დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს და დემოკრატიულ სამყაროს, დემოკრატიულ ქვეყნებს გულისხმობ და მას არ აღიქვამენ როგორც პრეზიდენტად არ აღიქვამენ, არ ელაპარაკებიან, არ არის ის პერსონა, რომელსაც ხელს ჩამოართმევენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ პრეზიდენტს, როგორი წესითაც არ უნდა იყოს არჩეული ან დანიშნული ის, წესით უნდა უწევდეს ურთიერთობა სხვაეთის ქვეყნებთან, საზღვარგარეთთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, ან არაპარტნიორებთან. წარმოიდგინეთ, ლუკაშენკო, ფაშინიანი სამწუხაროდ, ალიევი და სერბეთის ლიდერი არიან ის ოთხეულია, რომელმაც ცნო ყაველაშვილი. შესაბამისად, მას მოუწევს თუ სადმე მოუწევს ჩასვლა სომხეთში, აზერბაიჯანში, სერბეთში ისიც საეჭვოა და ბელარუსში. მაგრამ მე წარმოვიდგინოთ, რომ ის შეხვდება ასე მაგალითად რეჯეფ ტაიპ ერდოღანს. წარმოვიდგინოთ, რომ მას მიიწვევენ, წარმოუდგენელია, მაგრამ ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ მას მოუწევს ურთიერთობა აი ამ მონსტრთან, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მასშტაბური პოლიტიკოსია, თურქეთის მასშტაბური ლიდერია, ამ მონსტრთან ერდოღანთან. ან მოუწევს გერმანიის ლიდერ შტაინმაიერთან შეხვედრა, ან ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენელთან. ყაველაშვილმა უცბად მინდა გკითხოთ, რა უნდა თქვას, რა უნდა უთხრას ხსენებულ პირებს ან სხვებს. ცხადია, გარკვეული ირონია არის, რასაც ვიტყვი, მაგრამ მაგრამ ახლა გეტყვით, მაგალითად ალიევს რო შეხვდეს, რომელმაც ცნო ის პრეზიდენტად, რა უნდა უთხრას. ბიზნა ივანიშვილი ისეთი მსაკვარია, რომ ყაველაშვილს შეიძლება უთხრას, ყაველაშვილი შეიძლება დაარიგოს ასე, ალიევს რო შეხვდები. სასწრაფოდ მოსთხოვე მას დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილის, აზერბაიჯანის მხარეს რომ არის, იმ ნაწილის დაბრუნება, აი ალიევი ესე უნდა თქვა, გამოშტერდება და გამორიცხული სულაც არ არის, რომ ამ უდიპლომო და კი არ გავცინით. ამ უდიპლომო პირმა, ყაველაშვილმა მართლაც ჩაიდინოს ამგვარი საქციელი, ამგვარი რამ გააკეთოს. მაგრამ მე არ მადარდებს ყაველაშვილის ბედი და მომავალი, მე შესანიშნავად ვიცი, რომ როგორც კი ჩამოემხობა, პირდაპირ მნიშვნელობით, ჩამოემხობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის პოლიტიკის დატოვება. ყაველაშვილი იმ წამსვე, პირდაპირ მნიშვნელობით იმ წამსვე დაწერს განცხადებას და წავა იმ არარსებული თანამდებობიდანაც კი, რომელზეც ის მოახვედრა ქართულმა დეფისი რუსულმა ოცნებამ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევას, ამაზეც მექნება რამდენიმე პასაჟი, მაგრამ მანამდე გეტყვით ერთ რამეს და გავიხსენებ მე-18 საუკუნის ირლანდიელ ფილოსოფოს, სახელმწიფო მოღვაწეს ედმუნდ ბერგს, რომელიც ამბობს შემდეგ რამეს საზოგადოებაზე, ხალხზე, ერზე შეიძლება ასე ითქვას. ის ამბობს შემდეგ რამეს, რომ ნახეთ გავიაზროთ. შეთანხმება კონტრაქტი, შეთანხმება საზოგადოება არის შეთანხმება აწმყოში მყოფ
მოქალაქეებს, წარსულში გარდაცვლილ მოქალაქეებსა და ჯერ არ დაბადებულ მოქალაქეებს შორის. მეთანხმებით თუ არ მეთანხმებით ამ ფილოსოფიურ თეზას, ამის მიუხედავად პატივი კი უნდა ვცეთ ამ საინტერესო გააზრებას საზოგადოებისა როგორც ასეთის. ეს ნიშნავს თუ გავიაზრებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საზოგადოება ვართ იმ დუღაბით გადაჯაჭვული მოქალაქეები ერთმანეთთან, თუ ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები. ახლა მე დავსვამ კითხვას, ყაველაშვილის ბაბუაზე ვლაპარაკობ და არა ილია ჭავჭავაძეს. კობახიძის ბაბუის მამაზე ვლაპარაკობ და არა ვაჟა-ფშაველაზე. ან სოლომონ დოდაშვილზე, ან ნიკოლოზ ბარათაშვილზე, ან ვინმეზე. ივანიშვილის ბაბუის მამის ბიძაზე ვლაპარაკობ დედის მხრიდან თუნდაც და არა პაპის მხრიდან. თანახმა არის კი, თანახმა იქნებოდა კი ივანიშვილის ბაბუის დედის მამა თუ ბიძა იმ პოლიტიკაზე, როგორც ატარებს ივანიშვილი. ყაველაშვილის ბაბუის მამა თუ კობახიძის ბაბუის მამის მამა. კარგი, ცხნაერთ ვიკითხავ, ყაველაშვილის შვილიშვილი ან შვილთა შვილი, იმას, რასაც ჩადის მისი ბაბუა, ყაველაშვილი, ან კობახიძე, ან ივანიშვილი, ან პაპუაშვილი, ან ღარიბაშვილი, ან კალაძე, ან ნებისმიერი ეს ბანდიტი. თანახმანი არიან კი, რომ საქართველოს ინტერესი იყოს გაყიდული. დიახ, ისინი კობახიძეები, ივანიშვილები, პაპუაშვილები, კალაძეები, ყაველაშვილები და ღარიბაშვილები და სხვები წულუკიანები, სუბარები ძალიან ბევრი არიან. ყველას ვერც ჩამოთვლი. ისინი ღალატობენ არა მხოლოდ წარსულს, აი სუბარი ღალატობს ბაბუის მამას. ვინმე სუბარ სუბელიას, რომელიც რომელსაც შესაძლოა სოძარიც ერქვა, არ ვიცი ან სხვა სახელი ერქვა, რომელიც სვანეთში ცხოვრობდა და რომელიც იბრძოდა ან კომაგობდა, მაგალითად ხალდეს აჯანყებაში, კომაგობდა საკუთარ თანამემამულეებს, სვანებს, ხო? მაგალითად, სუბარი ღალატობს საკუთარ შვილიშვილსაც, წულუკიანი ღალატობს საკუთარ მომავალ შვილიშვილსაც. ამიტომ ეს ედმუნდ ბერკის ეს ფილოსოფიური თეზა, რაც საკვირველია, გასააზრებელია ესე, ჩვენ საზოგადოება ვართ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კონტრაქტი შედგება წარსულს, მოდი, უტრირებულად ვიტყვი, ილია ჭავჭავაძესა და მომავალ ილია ჭავჭავაძეს შორის. ილია ჭავჭავაძე წარსულში დაწმოში არ აკყავს, მაგრამ მომავალი ილია ჭავჭავაძე, რაც საკვირველია, საქართველოს თავისუფლების მომხრეა, სუბარი, ღარიბაშვილი, ივანიშვილი, კობახიძე, ყაველაშვილი, კობახიძე, თქვი მეორეჯერ ვიხსენე პაპუაშვილი, ღარიბაშვილი, საქართველოს თავისუფლების მომხრეები არ არიან და მეცაც გეტყვით, ბიზნე ივანიშვილი რეალურად ხვავის ღვიძლს ხარშავს და ისე ანგრევს ქვეყანას. კატის თირკმელს ურევს დიდ ქვაბში, მერე ამ ნაყენს სმავს და ისე ცხადია ვუტრირებ. ცხადია ასე პირდაპირი მნიშვნელობით ესე არ ხდება, მაგრამ ბიზნა ივანიშვილის საკუთარ თვით გასრავად ცრუ წმენებში ჩარჩენილი პირია, რომელიც არ ვიცი კი არა, ნამდვილად ვიცი რუსეთთან შეთანხმებით, FSB-თან შეთანხმებით მაქსიმალურად ანგრევს როგორც წარსულს, ისე მომავალს. აქედან გამომდინარე, ხა გადავიდივართ ავტომატურად თემაზე, რა უნდა ვქნათ. ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ მოდი შევვარდეთ პარლამენტის შენობაში. აი, მიტინგზე სკი ხანდახან შეიძლება გაიგო ამგვარი მოსაზრება. მოდი შევვარდეთ. არა, მეგობრებო. ჩვენ მოცემულ ეტაპზე უნდა ვიდგეთ შეძლების დაგვარად და მაქსიმალურად მშვიდობიანად, თუმცა რასაკვირველია, ეს ძნელია, როდესაც ბერკუტი, როდესაც ომონი, როდესაც სპეცნაზი, ეს ამ ბანდის გაგრძელება ძალოვანი სტრუქტურები შენ გიპირისპირდებიან. მაგრამ ჩვენმა მშვიდობიანმა ხას უსვამ. დგომამ განაპირობა პატარა ჩვენი გამარჯვება, ასე მაგალითად ნაძვის ხის ვერანდება კალაზის მიერ. კალაზი საერთოდ ისეთი თავხედია, რომ აპირებდა კონცერტის პატარა კონცერტუკის გამართვას რუსთაველზე და ნაძვის ხის ანთებას, ნუ თუ მას არ ჰქონდა ინფორმაცია და ჰქონდა რასაკვირველია, რომ ჩვენ ვიყავით ბევრნი და ამ ყველაფერს რასაკვირველია გავაპროტესტებით, დიდ რასაკვირველია შევეწინააღმდეგებოდით. ეს არის პატარა გამარჯვება ჩვენი,
ბრძოლაშიც არა, პატარა ეპიზოდში, ბრძოლის ეპიზოდში გამარჯვება და ამგვარი პატარ-პატარა გამარჯვებების შედეგად დადგება დიდი გამარჯვება, ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას მშვიდობიან პროტესტზე ოღონდ უწყვეტზე და უწყვეტი რომ არის ეს პროტესტი, სულ რომ ვიბრძვით და სულ რომ ამ ამინდის მიუხედავად ვდგავართ ქუჩაში, ამის დასტურია 1 2 3 4 17 25 47 74 მარში ოღონდ. ესეც მნიშვნელოვანია, რომ ამ მარშებში სამწუხაროდ არ მონაწილეობს უკლებლივ ყველა ჩვენგანი, როდესაც უკლებლივ ყველა ჩვენგანის უმრავლესობა მართლა იქნება ქუჩაში, მერე უკვე ფინანსური სანქციების გათვალისწინებით, ეკონომიკის ჩამონგრევის გათვალისწინებით, საგარეო ფაქტორების და საგარეო ზეწოლის გათვალისწინებით და ასე შემდეგ, რაც საკვირველია ბიზინა რუსი დაიხევს უკან კი არა, ბიზინა რუსს რა საკვირველია უკან დაახევინებს რუსეთი, რომელიც ეცდება რომ სხვა გამოსავალი ნახოს ამ ჩიხიდან, იმიტომ რომ ის შესანიშნავად მიხვდება რუსეთი, მიხვდება რომ ბიზინა რუსმა მას ვერ გაუმართლა. აქედან გამომდინარე, რომ დაუბრუნდეთ, მაინც და მაინც ამონათება კი არ მინდა ყაველაშვილის მომავალს, ყაველაშვილი რა საკვირველია, თავად წავადა ქართული ოცნების ეს ფიქრი იმის თაობაზე, რომ აი ტრამპის 20 იანვარს ოვალურ კაბინეტში შესვლის შემთხვევაში და შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები გადატვირთავს ჩვენთან ურთიერთობას, ტყუილი მოლოდინი და იმედია, სხვა თუ არაფერი, ტრამპის საკუთარ განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და საგარეო მიმართულებით მეტწილად, მოდი ესე ვიტყვი, ნიშნავს ეყრდნობა იმგვარ ტიპებს, რომლებიც სულაც არ აპირებენ, რომლებიც სულაც არ ფიქრობენ, რომ საქართველო როგორც ქვეყანა, კავკასია, როგორც რეგიონი, შავი ზღვის აუზი, როგორც მნიშვნელოვანი სივრცე, ესე დაუთმონ ან რამეში გაუცვალონ რუსეთს. დიახ, რუსეთის მოლოდინი, რომ ტრამპის მოსვლის შემთხვევაში ყველაფერი გადალაგდება და პრორუსთა, ანუ ბიზინა ივანიშვილი კატის ღვიძლის მხარშავის მოლოდინი იმის თაობაზე, რომ ტრამპი აი დაალაგებს, ტრამპთან აი დაალაგდებიან, რა საკვირველია ამაო მოლოდინია, სხვა თუ არაფერი ტრამპს მოუწევს იმ სანქციების გათვალისწინება, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ და ცალკეული პირების წინააღმდეგ მოქმედებს შეერთებული შტატები და ეს არ არის მხოლოდ სავიზო სანქციები ბანემ, რომ ვიცოდეთ კობახიძეს შესაძლოა მართლა ფეხებზე კიდია შევა თუ არა შეერთებულ შტატებში, მაგრამ კობახიძე და განსაკუთრებით ივანიშვილი ცხადია ვერ დაიკიდებს ფეხებზე იმას, რომ ფინანსური სანქციები დაეკისრება უშუალოდ ივანიშვილს და ივანიშვილის იმ ახლო გარემოცვას, რომელიც რეალურად მართავს ამ პროცესს. აქედან გამომდინარე, ტრამპის მოლოდინი, ტრამპის მოსვლის მოლოდინი უფრო სწორი იქნება, ხო მოლოდინი ტრამპის მოსვლის შემდეგ რა მოლოდინი რაც აქვს ქართულ ოცნებას, ამაო მოლოდინია ვილსონის განცხადებებს ჩახედოს პრეზიდენტად მომუშავე დანიშნულმა რამ სპექტაკლში მონაწილე მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში, ახლა ასე უნდა ვთქვა, ერთი დასრულებული წინადადებაც კი ვერ ვნახეთ, სირცხვილი არის მართლა, მოგწონდა თუ არ მოგწონდა, ვერ გამსახურდია, სირცხვილი არის მართლა, მოგწონდა თუ არ მოგწონდა, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი მოგწონს თუ არა, ამ პოლიტიკოსების, ამ მასშტაბური პოლიტიკოსების ქვეყანაში ჩვენ გვყავდეს პრეზიდენტი, რომელიც წინადადებებს, გამართულ წინადადებებს ვერ წარმოთქმს. ახლა შეეხება ინდივიდუალურ გმირობებს, ესეც ამონათდა, ხო? დიახ, გაგიკვირდებათ და პოლიტიკოსებზეც გადავალ ოპოზიციაზე, სად არის ოპოზიცია, ამგვარი სლოგანიც გაჩნდება, გაგიკვირდებათ და თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალურ პატარა გმირობაზე, პატარა პროტესტზე, ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ დაწესებულებაში, ნებისმიერ საჯარო სივრცეში და თუნდაც Facebook-ზე და ალბათ Facebook-ს მიღმა უფრო გადის ჩვენი გამარჯვება. ჩვენი გამარჯვების რეცეპტი არის სწორედ ის, რომ ერთი მსახიობი გამოვიდა, ორი მხატვარი გამოვიდა, სამი მუსიკოსი გამოვიდა, ერთი მშენებლობის მუშა გამოვიდა, ერთი მებაღე გამოვიდა, ერთი ბარსელონას 5 ფანი გამოვიდა და რეალის 5 ასევე ფანი გამოვიდა. პირობიდან, ხო, ვეტერანები და ვეტერინარები გამოვიდნენ. თითოეულმა ჩვენგანმა რომ არ დაასრულოს ეს პროტესტი, გარკვეული პერიოდი მაინც ბიზინა ივანიშვილი პირველ რიგში დაკლავს
ეს უნდა ვიხმარო დიახ კობახიძეს და ეტყვის რომ როგორ ვერ შეინარჩუნა შენ მშვიდობა ამ თენი ხნის განმავლობაში დროს შიგიდან გატყდება მათ შორის ძალოვანებიც გატყდებიან გაგიკვირდებათ და ძალოვანებში რასაკვირველია პირველ ყოვლისა უგულისხმობ შსს რაღაცა დონეზე შესაძლოა გომელაური ალბათ გომელაური არ ჩამოშლის მაგრამ გომელაურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შეიძლება ჩამოშალოს იმ კასკადური დანაშაულების გათვალისწინებით რომელსაც ჩადის საქართველოს ხელისუფლება ასე მაგალითად იცით თქვენ რომ გავრცელებულია ინფორმაცია დანაშაული სწავლობაზე რომ ქართული ოცნება მიიღო კანონი რომლის მიხედვითაც დეპარტამენტის უფროსებს და მოადგილეებს კანონში ამგვარი ჩანაწერია ეს იკითხება ფლად ზუსტი რომ იყო არ ევალებათ მომავალში არ დაევალებათ სახელმწიფო ენის ცოდნა ანუ საქმე წარმოებაც კი ქართულად შეუძლიათ ეს რას ნიშნავს რატომ აკეთებს ამას იმიტომ რომ აქ შემოსული რუსეთის მოქალაქეები და ასაქმოს სახელმწიფომ აქ არსებული აქ ყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაცვლად რომლებსაც აღარ ენდობა და თლათ რო არ ჩამოეშალოს სისტემა მაგრამ ეს და სწორედ ეს ამგვარობები და კიდევ ესეც ჩაიდեց უამრავს გული რო გაგისკდება ისეთებს ხვავის ღვიძლის მხარშავი ბიზინა ივანიშვილის ბრძანებით თუ გადაწყვეტილებით და შესაბამისად რუსეთის გადაწყვეტილებით ეს ადრე თუ გვიან ბზარებს გაუჩენს აი გახევს ქართულ ოცნებას ესე უნდა ვთქვა ახლა იქით სად არის ოპოზიცია არ არის შესაძლოა ერთი რომელიმე ოპოზიციონერი მოგწონთ მეორე ნაკლებად მოგწონთ მესამე მეტად მოგწონთ მაგრამ ოპოზიცია არ არის ოპოზიცია რომ იყოს და ხაზგასმით ვამბობ უკლებლივ ყველა ოპოზიციონერზე ოპოზიციის ყველა ლიდერზე აი თავისუფლების მოედანისა და რუსთაველის ქუჩის შეერთებაზე ყოველ საღამოს უშხეშად 8-9 საათიდან დგება 3-4 წყლის ჭავლის მანქანა და მე ხათ ვუნებავთ ინდივიდუალურად დავასახელებ მამუკა ხაზარაძე გიორგი ვაშაძე ეს ორი პარტიის წარმომადგენელი თქვი ზურა ჯაფარიძე მაგალითად ეს მესამე პარტია გახარიის პარტიის წარმომადგენელი არ ვიცი კებოკლიძე პირობითად ლაპარაკობ ხო ან სხვები უშუალოდ გახარია რატომაც არა რატომ არ დგანან აი ამ წყლის ჭავლის მანქანების წინ რატომ აქ ამბობენ რატომ არ არის მათი მესიჯი რომ თუ პირველი ვინმეს მიუშვერთ ამ თუ ვინმეს გაწოცავთ არასწორი სიტყვა ვინმეს წინააღმდეგ გამოიყენებთ ამ წყლის ჭავს სწორედ ჩვენ ვიქნებით აბა ლიდერი როგორ იბადება აბა როგორ გინდათ რომ არჩევნებში თუ ეს არჩევნები შედგა საერთოდ გაიმარჯვოთ რატომ არ ხართ წინა ხაზზე რიგითი დემონსტრანტი ვარ ლიდერი იკვეთება და იჩორკნება სწორედ ამგვარი რადიკალური ქმედებების დროს გაგიკვირდებათ და ალეკო ელისაშვილი რომელიც მომხრე მე არა ვარ მაგრამ ალეკო ელისაშვილის მიერ მოქნეული მუშტი მამუკა მდინარაძისათვის იმ მაშინ ჯერ კიდე შედარებით შვიდად რომ იყო ამასთან შედარებით საქმე გაცილებით ფასეული და ღირებულია იმიტომ რომ ძალადობას ვამართლებ ცხადია არა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ამასაც იმსახურებს და ჩიტლახსაც რასაკვირველია ეს გაცილებით ფასეულია ლიდერის გამოჩორკვის პროცესში ვიდრე შეხვედრების სასტუმროებში და მსჯელობანი თემაზე იურიდიული დახმარება უნდა გაუწიოთ თუ არა დაუსრულებელი მსჯელობანი დაზარალებულებს ცხადია რომ უნდა გაუწიოთ რა თქმა ამას მსჯელობა 4 საათიანი მსჯელობა რომელიმე სასტუმროში სპიკერი უნდა ყავდეთ თუ მოდი ერთობა გავაკეთოთ მოდი ერთობა არ გავაკეთოთ მოდი იცი რა გახარია რას ფიქრობთ გახარია რას არ რატო არ მოვიდა გახარია წარმომადგენლები არიან რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ თქვენ უნდა იყოთ ქუჩაში უნდა ყოფილიყავით ქუჩაში და აქედან გამომდინარე ეს კითხვა სად არის ოპოზიცია არ არის ახლა ოპოზიცია იბადება პირდაპირ მნიშვნელობით ქუჩაში იმ მოქალაქეების მონაწილეობით რომლებიც ახლა ქუჩაშია ტელეეთერებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე და არა მხოლოდ კერძო არხებზე და ასე შემდეგ ხო არიან აქტიურები რომლებიც პოსტავენ ოღონდ რაფინირებულ სიტყვებს კი არ პოსტავენ გამართულ პოლიტკორექტულ წინადადებებს არამედ რა ჩვენ რამეს ვიზამ არა ისინი მოუწოდებენ ხალხს ეხლა ესეთ სიტყვა უნდა თქვა რევოლუციისაკენ მოწოდება ჯერაც არ არის რევოლუცია მაგრამ ეს არის შეუპოვებლობისაკენ მოწოდება
ცეცხლის დანთება, გულში ცეცხლის დანთება, თუნდაც რომ ეს ხვავის ღვიძლის მხარშავი და კატის თირკმლის ნაყენის სმელი ბიზინა ივანიშვილი როგორღაც მოვიცილოთ. ოღონდ აქ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, ხო ჩვენ გეოსტრატეგიულადაც უნდა შევხედოთ საკითხებს, პოლიტიკოსები ესეც ვერ უყურებენ. მაგალითად, არც ერთ მათგანს არ გაუკეთები არანაირი კომენტარი სირიაში მიმდინარე პროცესებზე. როდის მოისმინეთ ბოლოს მათი კომენტარი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე? როდის მოისმინეთ მათი პოლიტიკური დათვლები სტაობაზე რამე? ხო? რა მესიჯი გვაქვს ჩვენ დასავლეთისთვის? ესეც კი არ ვიცით. მაგალითად, ეხლა შესაძლოა ადრეაო ვინმე მეთქვის, მაგრამ აი ამ ყვავის თირკმლის მხარშავ ბიძინა ივანიშვილს რას უშვებით მამუკა ხაზარაძის ეული მამუკას კი არ გადავეკიდე უბრალოდ ხსნი, ხო? მამუკა ხაზარაძისეული ეს 27 დღეში იქნება ბიძინა მოსკოვში. აი მოსკოვში არ იქნება, მოსკოვში მას დაბრიდავენ, აქ დაწავა ეს ყვავის თირკმლის მხარშავი ივანიშვილი, არც წავიდოდა. ჩვენ ხო კარგად ვიცით, მას მისია ჰქონდა შესასრულებელი, მან ერთგვარად შეასრულა მისია, თუმცა ნაწილობრივ, იმიტომ რომ ქუჩაში. ერთობა არის ჩვენი დღევანდელების დღეს, დღევანდელი გენერაციის მომავალი ჯერ არ დაბადებული თაობის და გარდაცვლილების ერთობა არის ქვეყანა და საზოგადოება და ერი. და აი ამ ჯაჭვში ხო წარსული აწყო მომავალი კობახიძემ როგორც წარსულს და ივანიშვილმა როგორც წარსულს და პაპუაშვილმა როგორც წარსულს ისე მომავალს უღალატეს. მაგრამ იმისთვის რომ ჩვენი უნდა ვშვათ ყოველბადიო, ხო? ამბობს ილია, ჩვენ რომ ჩვენი ყოველბადი შევქნათ, წარსულსაც უნდა გავხედოთ და მომავალსაც უნდა გავხედოთ. და მომავალსაც უნდა უთხრათ, აი ჯერ არ დაბადებულ მოქალაქეებს უნდა უთხრათ, რომ ჩვენ ესეთ ქვეყანას ქმნით. მაგალითად, მიგზელდება ივანიშვილი ყველა ხვდებით ვაპირებს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსამდე მისვლას, ხო? ჩვენ ახლა პოლიტიკოსებს წესით უნდა ეთქვათ, რომ ნეიტრალიტეტი ამიტომ არის დამხუპველი. პრევენციულად უნდა თქვათ ამგვარი განცხადებები და მერე კი არ უნდა შეიჭამოთ იდახვი, ესე რომ ამბობენ ხოლმე, ხო? ხა იდახვს ვერ მივხვდები და ეს ჩავკბეჭ საკუთარ წერათიც. მაგრამ ამაზე არაფერზე არ ლაპარაკობს არსებული პოლიტიკური სპექტრი, ამიტომ ქუჩაში დაიბადება ახალი ოპოზიცია, რომელიც ახალი არჩევნების დანიშნვის შემთხვევაში შექმნის რაღაც ერთობას, პოლიტიკურ პარტიას და განწმუნებთ, რომ ცოტა პროცენტს ნამდვილად არ აიღებს. იმიტომ რომ ის პარტიული სტრუქტურა ექნება თუ არა ახალ ციხეში თუ ქედაში, მას ექნება ცეცხლი დამთებული ქართულ საზოგადოებაში. ამიტომ ეს არის პასუხი კითხვაზე სად არის ოპოზიცია და ახლა ისევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ყაველაშვილის თემა დავაბრუნოთ თუ არ შეწუხდებით და დავაბრუნოთ, ხო? და მივაბად ყაველაშვილის მომავალი ყაველაშვილი რასაკვირველია წავა იმ თანამდებობასაც ვერ ვამბობ. ამ სპექტაკლის მონაწილე აღარ იქნება, როგორც კი ჩვენ ივანიშვილზე მოიპოვებთ გამარჯვებას. ის ხო მარიონეტია, ისე როგორც უგლებრივ ყველა, ვინც ივანიშვილის ქვეშ არის. მაგრამ ახლა ვიკითხოთ, როდემდე იქნება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქუჩაში რომ დარჩეს სალომე ზურაბიშვილი სტეცნას რობოკოპების საშუალებით რომ გამოაგდოს ბიძინა ივანიშვილმა რომ დაიჭიროს მაინც როდემდე იქნება სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი. ახლა მე ერთ უცნაურ პიროვნებას გავიხსენებ, რომელიც ამ თემასთან თითქოს კავშირში არ არის. 20-იან წლებში დაიჭირეს პატრიარქად კურთხეული, ინტრონიზირებული ამბროსი ხელაია. 27 წელს გარდაიცვალა ეს კაცი, მაგრამ ამბროსი ხელაია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ორიდან ერთ-ერთი დიდი, ანუ ორი დიდი პატრიარქი ყავდა ჩვენ მე-20 საუკუნეში, ეს არის კირიონი და ეს არის ამბროსი. პატრიარქი იყო 24 წლამდე და 27 წლამდე. რა მოუკიდებლად იმისა, როგორ ებრძოდა მას სინოდი და უკვე შემდგომი პატრიარქი ქრისტეფორეცის ქიშვილი, ამბროსი ხელაია ითხრდა, ციხეში იყო თუ არა ამისგან დამოუკიდებლად, ამბროსი ხელაია იყო პატრიარქი. სალომე ზურაბიშვილი რჩება პრეზიდენტად, იმიტომ რომ ის არის არჩეული პრეზიდენტი საყოველთაო არჩევნებით, ვინც მის ნაცვლად დანიშნა, ანუ ყაველაშვილი ქართულმა ოცნებამ, ის ვერ იქნება არჩეული დანიშნული პრეზიდენტი, იმიტომ და ფარსის მონაწილეა, იმიტომ რომ უკანონო პარლამენტმა შეარჩია ის პრეზიდენტად
და კიდევ იმიტომ, რომ ყველა შულს არავინ არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავინ არ ცნობს. ამიტომ რეზიდენციაში იქნება თუ არა კალბატონის სალობე ამისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებზე არსებით ზეგავლენას მოახდენს თუ არა სახელმწიფო გადაწყვეტილებებს გულისხმობ ამისგან დამოუკიდებლად თავარსარდლად მიიჩნევს თუ არა მას ვინმე ქართული ოცნების ბანდიდან ამის მიუხედავად სალომე არის და რჩება პრეზიდენტად კანონიერად არჩეულად მანამ სანამ დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება ჩვენს ქვეყანაში და ბარემ ბოლოზე დაადებას ვიტყვი და ჩემი მაქსიმალისტური მიდგომით თუ რადიკალური მიდგომით უნდა ჩატარდეს არჩევნები ქართული ოცნების გარეშე, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას როგორც კი წაევაჭრები თემაზე, რომ იცი რა ეხა სუსი ან ტიტუშკები არ მონაწილეობდნენ მოდი მომავალ არჩევნებშიო, ქართული ოცნება ამას დაკპირდება, კობახიძესაც დაკალავს. პირდაპირ მნიშვნელობით არა, ცხადია, ისევ წაკვეთს, მაგრამ დაკლავს, ანუ გადმოგიგდებს ბართხს კობახიძის სახით ივანიშვილი, მაგრამ მე ისევ კომბინაციას დაგილაგებს და ისევ გაიმარჯვებს არჩევნებში. ამიტომ ჩემი მაქსიმალისტური მიდგომაა, რომ რადიკალური მიდგომაა, რომ ქართულ ოცნებას არჩევნებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოს. ქართულ ოცნებას ვიმეორებ ამ წინააღმდეგობას მომავალ არჩევნებში, რომელსაც დანიშნავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ქართულ ოცნებას როგორც რუსეთის ძალას მომავალ არჩევნებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოს. დიახ, რასაც უპირებდა ის ნაციონალურ მოძრაობას ან კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, სწორედ ის უნდა დაემართოს მას, ის უნდა გავუკეთოთ. ქართულ ოცნებას მესამეჯერ თუ მეოთხეჯერ ვიმეორებ, როგორც გადამგდებ ძალას, რომელმაც შარლ მიშელი გადააგდო, საერთაშორისო თანამეგობრობა გადააგდო, ქართველი ხალხი გადააგდო, ოპოზიციური სპექტრი გადააგდო, საქართველო გადააგდო, საქართველოს უღალატა. იმდენად რამდენადაც ის არასანდო ძალაა და ყვავის ღვიძლს ხარშავს პინცი და ივანიშვილი ამით იკვებება არაპირდაპირ მნიშვნელობით და მერე სუ კომბინაცია სუ მათემატიკებშია ტრიუკი გავაკეთეო ამბობს ხო და ტრიუკებს ატარებს თითქოს იმაში ვიყოთ რაღაც არ ვიცი მარგულაშვილმა სწორედ თქვა კუსტურიცას ფილმში თუ ტრიალებს და მე თავბრ მოგიხვევ. აი ქვია იმ ფილმს სავეთგო. ხო? ტრიალებს. ქართულ ოცნებას უნდა აღუკრძალოთ მონაწილეობა არჩევნებში. აქამდეც უნდა მივიდეს პროცესი. ვიდგეთ იქ სადაც კარიშხალია და ჩვენი უნდა ვშვათ ხოვობადი. თუ ვიდგებით, სულ თუ ვიდგებით, იმიტომ რომ თავისუფლების ბრძოლა არასოდეს სრულდება. ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით, ვითარების გათვალისწინებით, ამ პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრისთან ერთად, მაგრამ მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე, რომ არ ვარ განან ესენი, მოდი ვიყოთ გულახდილები. ჩვენ გვწნობენ მომენტუმს ვერ აბსოლუტურად. მაგრამ ქართულ ხალხს არ სჭირდება, დიდად არ სჭირდება მათი შეხინება. გამარჯვებამდე.